მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მე ვაჟა უთარაშვილი გახლავართ მედია კავშირ ობიექტივის სტუდიიდან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი უცვლელია, შეგახსენებთ 55 7 88 58 88 557 88 58 88. შეგიძლიათ ამ ტელეფონზე დაგვირეკოთ, დაგვისვათ შეკითხვა და გამოხატოთ თქვენი მოსაზრება. ხოლო ჩემი გადაცემის დღევანდელი ფრიად საინტერესო და საპატივსაცემო სტუმარია ბატონი ელიზბარ ბზარაშვილი. მოგესალმები ელიზბარ. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. ჩვენ ერთხელ უკვე შევხვდით მედია კავშირ ობიექტივის სტუდიაში და ძალიან ბევრი ზარი მივიღე, ძალიან ბევრი წერილი მივიღე ჩემ პირად მისამართზე ბატონ ელიზბართან დაკავშირებით. მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელს შევახსენო, რომ ბატონი ელიზბარ ბზარაშვილი სოციალურ ქსელში საჩინო გრაკლიანის ფსევდონიმით აქვეყნებს თავის კვლევებს. საჩინო გრაკლიანი და შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს სახელი დაირქვა ბატონმა ელიზბარმა, მისი უმთავრესი კვლევების ობიექტი კასპის რაიონის სოფელ იგოეთსა და გამძლისწყაროს შორის აღმოჩენილი უნიკალური უძველესი ქართული დამწერლობა, რომელიც ადრე ქრისტიანული ეპოქის მრავალ ათასწლეულის წინ არის ჩვენი დიდი წინაპრების მიერ შესრულებული და ფაქტიურად მსოფლიო ისტორიას, ქართული დამწერლობის, ქართული სახელმწიფოს წარმოშობის და გენეალოგიის საკითხს ყირამალა აყენებს. ეს არის დიდი მიგნება, დიდი აღმოჩენა და ჩვენ წინა გადაცემაში ეს რამდენიმე თვის წინ იყო, მაყურებელს დავპირდით, რომ ბატონ ელიზბარს მოვიწვევდით კიდე და გავაგრძელებდით ამ კუთხით გადაცემებს. მე ეხლაც გვპირდებით, რომ ამ დღევანდელი გადაცემით არ დამთავრდება ბატონ ელიზბარის მოწვევა. იგი მუშაობს წიგნზეც ასევე, რომელიც დღის სინათლეს ღვთისნებით ალბათ გარკვეული ხნის შემდეგ იხილავს და უაღრესად საინტერესო წიგნი იქნება. დარწმუნებული ვარ, მისი კვლევის ორი მიმართულებაა, ერთი არის თვითონ დამწერლობის მიმართულება, მეორე კალენდარი უკვე და აი ამ მიმართულებებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ დღეს, რადგანაც ჩვენ წინა გადაცემაში შევჩერდით სწორედ იბერიის და ქართლის ჰემატრიაზე, აი ამ კუთხით მინდა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემაც, უბრალოდ ჩვენი მსჯელობაც ამ მეცნიერულ კვლევებთან დაკავშირებით სწორედ აი აქედან გავაგრძელოთ და მე გარკვეულწილად შეიძლება რომ ეს გადაცემები ქრონოლოგიურად დავალაგოთ და გარკვეული მიმართულება, თანმიმდევრობა და გეგმიურობა მივანიჭოთ ბატონი ელიზბარის გამოსვლებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენებია საჩინო გრაკლიანის, იგივე ელიზბარ ბზარაშვილის მიერ და ვფიქრობ, რომ ჩვენმა დიდმა სამეცნიერო ელიტამაც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რადგანაც იგი უშუალოდ ჩვენი ქართველი ერის წარმოშობას, ქართული დამწერლობის წარმოშობას, ჩვენი დიდი წინაპრების გენეალოგიურ საძირკველს ეხება. და მით უმეტეს რომ დღეს რაღაცა სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი დილეტანტი ხან ამას შიფრავს, ხან იმას შიფრავს, რაღაცა ხან ისეთ აბსურდულს წაიკითხავ, რაღაც აბსურდულს შეხვდები, რომელიც ეხება როგორც ბიბლიას, სახარებას, ჩვენ დამწერლობას, ჩვენ ფესვებს, რომ შეიძლება თვები ყალყზე დაგიდგეს და გაკვირვებული დარჩე იმ უმეცრობით და უვიცობით, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელის საშუალებით ვრცელდება ფართო საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ აი ასეთი სერიოზული კვლევა, სერიოზული მიგნება, ლოგიკური დასკვნების გაკეთება, რომელსაც ელიზბარ ბზარაშვილი თავის კვლევებში აწარმოებს, ფრიად ყურადსაღებია, კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ხელისუფალმაც უნდა შეისმინოს ეს და მაღალმა სამეცნიერო ელიტამაც, რადგანაც ყველა გენეალური აღმოჩენა სწორედ ესეთი უბრალო მიგნებებით იწყებოდა.
მე ახლა დავდუმდები უკვე სიტყვის ალავერს გადავალ ბატონ ელიზბარ ბზარაშვილთან, იგი კიდევ ერთხელ ვაცხადებ, არის პროფესიით ექიმი, წარმოშობით არის იგი სოფელ ძალის ისტორიკოსი, დიახ. ისტორიკოსი და მისი ქართლელია მუხრანის ველებიდან არის ეხლაც მოსული, მე ესე ვიტყოდი და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება დღევანდელ გადაცემაშიც, დიახ, ისტორიკოსი ელიზბარ ბზარაშვილი. გისმენ ელიზბარ? მოგესალმებით ბატონო ვაჟა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ასევე თქვენ ტელევიზიას, მედია კავშირ ობიექტივს, რომ კიდევ ერთხელ მომცა საშუალება წარმედგინა ეს თემა ფართო საზოგადოებისათვის. წინა გადაცემა ამ იბერიაზე და ქართლზე ვლაპარაკობდით და ვფიქრობ ლოგიკური იქნება რომ გავაგრძელოთ იგივე თემის და მე გადავიდეთ გრაკლიანის საკითხვის მარჯვნიდან 5 სიტყვაზე. რატო ვთვლი საჭიროდ და რატოღაც ბევრს გონია რომ ეს საქართველოს მარტო მაგრამ ესამის დროს გაჩნდა მე-10 საუკუნის მიწურულისკენ ან ქართლი მარტო ფარნავაზმა დაარქვა და მანამდე არ არსებობდა ან იბერია დაახლოებით იმავე ეპოქაში ბერძნებმა რომაელებმა უწოდეს და არც ეს სიტყვა არ იყო სინამდვილეში ეს სიტყვები კალენდარული მახასიათებლებია ყველა და ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო 1000-ობით წლის მანძილზე უბრალოდ სხვადასხვა პერიოდში ქართველებმა თავიანთ ქვეყანას სხვადასხვა სახელები დაარქვეს თორე ეს სახელები იყო ანუ კალენდარს ეხებოდა და სხვადასხვა პერიოდში გამოიყენეს უბრალოდ აი უკვე ეს განცხადება უკვე ძალიან საინტერესო და დიდი სიახლეა. დააკვირდით, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ რა. კი ბატონო, აი მაგალითად იბერია, ჩემი აღმოჩენილი ამ შემთხვევაში არა, ბატონ ალიკო ცინცაძის მიგნება, როცა ნახა რომ მასში რიცხვნიშნულობების რიგითობების ემატრით 47 იკითხებოდა, 47 ნიშნავს, ანუ ზის 47 გადახრის კუთხე, რომელიც დაახლოებით 3000 წლის წინადროიდან არის და 4000 წლის წინაც იყენებდნენ ხოლმე როგორც მოახლოებულს, ანუ როცა 48-ს ჩაცდა და 47 და ასე მეათედები იყო, მაშინვე იყენებდნენ ამ 47-ს და სწორედ იბერია იძლევა 47 ემატრით, რიგითობის ემატრით, რაც შეეხება რიცხვნიშნულობით იბერია იძლევა 128-ს. 128 არის ბატონ რამაზ პატარიძის მიერ ამაში მიგნებული მზის უზუსტესი კალენდრის ძირითადი მახასიათებელი 128 წლიანი ციკლი, რომელსაც დღევანდელი კალენდარიც, გრიგორიანული კალენდარიც იყენებს, 128 წელიწადში ერთხელ ერთ დღეს ჩამორჩება ეს კალენდარი გრიგორიანული დედამიწის ბუნებრივი დროს და 128 წელიწადში ერთხელ უნდა ხოლმე გასწორება კალენდარს ერთი დღით, ანუ ამ შემთხვევაში ჩამორჩება იულიუსის კალენდარი გრიგორიანულს კიდევ ერთი დღით, ახლა 13 დღეა სხვაობა, ну, პრინციპში 14-ია, მაგრამ გასასწორებელია და ალბათ ერთ საუკუნეში 2 დღეს ჩაამატებენ და 15 დღით იქნება სხვაობა, ასტრონომიული მახასიათებელია, რომელსაც იძლევა იბერიის რიცხვნიშნულობები, როგორც გითხარით, ანუ ორმაგი დატვირთვა აქვს იბერიას, ერთი რომ ზის გადახრის კუთხეს აჩვენებს 47-ით, ერთი რომ აჩვენებს 128-ს კალენდრის ერთ დიდ ციკლს, როცა როგორც გითხარით, ჩამორჩება კალენდარი დედამიწის ბუნებრივ დროს ერთი სრული დღით. ამ შემთხვევაში ჩვენი კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ ნამრავლი ჰემატრია და ნახეთ, რომ იბერიას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს, ეს არის 100,000, თუ შეიძლება პირველი ფოტო რომ ჩავთოთ, ხო 100,000, ანუ თუ იბერიას თავისი რიგითობებით ერთმანეთზე გავამრავლებთ, ვიღებთ 100,000. ნუ i10 b2 და ეს ერთმანეთზე ნამრავლი იძლევა 100,000. 100,000 არის პირობითად ის რიცხვი, რამდენ წელიწადში ერთხელაც ერთი დღით ჩამორჩება ქართული მზის უზუსტესი უძრავი კალენდარი. ნუ პირობითად რომ ვთქვათ, სინამდვილეში დღე-ღამეში წამების რაოდენობა არის, მაგრამ ასე ამბობდა ცხონებული რამაზ პატარიძეც, რომ 100,000 წელი უნდა ჩვენ კალენდარს რომ ერთი დღე ჩამორჩეს დედამიწის ბუნებრივ დროსთანო. და აქედან გამომდინარე, ქართველები მას არ იყენებდნენ ქართველების აღსანიშნავად, არამედ იყენებდნენ მონათესავე ერების აღსანიშნავად, რომელიც საერთო კულტურაში შემოდიოდა, მაგალითად პირინეის იბერები, მაგალითად ბრიტანეთის იბერები, თვითონ თავისავს ქართველები იბერიას არ ეძახდნენ. გვიან შუა საუკუნეებამდეც, როცა იბერიის ვარიანტი იბერია გაჩნდა, მანამდე იბერიას ქართველები
თავისთვის არ იყენებდნენ, რადგანაც ქართველებს ჰქონდათ კიდევ უფრო ზუსტი შესატყვისი თავიანთი სახელისა, ასევე კალენდრის მახასიათებელი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა იმ მზის უზუსტეს უძრავ კალენდარს. თუ შეიძლება მეორე სურათიც ვაჩვენოთ. ბატონო, ესაა სიტყვა ქართუ კალენდრის ფორმულა არის, მზის უზუსტესი კალენდრის ფორმულა, ასევე ნამრავლ ჰემატრიაში, როცა ქართუს რიცხვნიშნულობებს ერთმანეთზე გაამრავლებთ, იღებთ 90288-ს და თუ ამ 90288-ს გამოვაკლებთ დღე-ღამეში წამების რაოდენობას და ეს ფორმულა ამტკიცებს, რომ უშორეს დაახლოებით 5000 წლის წინა პერიოდში ჩვენს წინაპრებს ზუსტად ჰქონდათ დათვლილი დღე-ღამეში წამების რაოდენობა, თანამედროვე დათვლებით წამების რაოდენობა არის 86164.1/1000. ამ შემთხვევაში ეს 1/1000 არ აქვს, მაგრამ ამ ქართუს სისტემას აქვს 86164, რაც ადასტურებს იმას, რომ როცა გამოვაკლებთ 90288-ს წამების რაოდენობას გრჩება 4124, ანუ 424. ესაა იგივე კალენდრის პრინციპი, ანუ გარკვეულ პერიოდში თავისთავი 128 წელიწადში ერთხელ უნდა გაასწოროს ამ კალენდარმა და აქედან გამომდინარე 32 4-წლიანი ციკლში 31 4-წლიანი ციკლი უნდა იყოს ნაკიანი, ანუ 366 დღიანი 4 წელიწადში ერთხელ და რაც შეეხება ბოლო 4 წლეულს მასში არ უნდა იყოს ნაკიანი წელიწადი, ანუ ყველა წელი უნდა იყოს 365 დღიანი. და აქედან გამომდინარე ქართუა გამოვიდა კალენდრის ზუსტი ფორმულა, ანუ 90288-ს გამოვაკელი წამების რაოდენობა გრჩება კალენდრის პრინციპი 424. აქედანვე წარმოდგა შემდგომში ქართლიც, რადგანაც ქართლიც იგივე ქართუსნაირი ფორმულა, უბრალოდ ფრჩხილებში უნდა ჩასვა ბოლოში ლ და ი ერთმანეთს მიუმატო და ისე გაამრავლო, ლ და ი ფრჩხილებში ისე იძლევა 22-ს, როგორცაც ქართუს უ და საბოლოოდ იგივე ფორმულა გამოდის ქართლი, როგორც გამოდის ქართუ. ანუ ჩვენმა წინაპრებმა ეს ორი ფორმულის სახელი ქართლი და ქართუ ჯერ დაარქვეს თავიანთ მოდგმას ქართუ, მერე დაარქვეს უკვე ფარნავაზის დროს ქვეყანას ქართლი, თუმცა ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ მე-4 საუკუნეში მოგონილი იყო ქრისტესშობამდე ან მე-3-ში, რადგანაც როგორც გითხარით, ესაა მზის იმდროინდელი კალენდარი, როცა მზეს ერქვა მჰე. საოცარია რა, ქართლი და ქართუ ფაქტიურად ჰემატრივულად ერთი და იგივეა და როგორი გენიოსი წინაპრები იყვნენ, როცა არ იყო იმდროინდელი, იმ დროს ზუსტი საზომი ელექტრონული და კომპიუტერული სისტემები, როგორი სიზუსტით არის გათვლები ნაწარმოები, როგორც ასტრონომიული, ისე ამ რიცხვითი მნიშვნელობების ჰემატრიული. ჩვენ თვლით, რომ ძველ ქართულში წამი, რასაც ქვია, ახალ ქართულში მას წუთი ერქვა, ანუ ყველაზე მცირე ერთეული თანამედროვე საათის დათვლის სისტემისა იყო წუთი, ანუ და წუთის სოფელი იმიტომ ერქვა. კი, ანუ წამს ნიშნავდა თანამედროვე გაგებით წუთი და წარმოდგება იგი წუთვისგან, ანუ წვეთვისგან და წვეთის წკაპუნით, ან ესე მონოტონური წკაპუნით დათვალეს 86164. ან დღე-ღამეში წამების ზუსტი რაოდენობა, რამდენი წვეთის ჩამოვარდა, რაღაც გარკვეული დარეგულირებული, აქედან დაერქვა წუთი, ან წუთვა, წვეთის ჩამოსვლა და აქედან გაჩნდა ქართულში ქვიშის საათის მსგავსი ხოლმე ოღონდ სითხით, სავარაუდოდ იქნებოდა ქვიშის საათი წყლით, რადგანაც წყალს სხვადასხვა სიღრმეზე სხვადასხვანაირი წნევა წარმოიქმნება და შესაბამისად მისი ინტენსივობაც წკაპუნისა ან წვეთის ჩამოსვლისა იკლებს, როცა სანამ სავსეა მეტი ჩამოდის, სანამ არა ნაკლები, ამ შემთხვევაში ქვიშას უნდა დაებალანსებინა მისი წნევა და ნელ-ნელა უნდა გამოსულიყო ქვიშაში თანაბარი ჟონვით წყალი და ესე უნდა დაითვალათ მისი წვეთები. თუ შეიძლება შემდგომი სურათიც რომ ჩავრთათ. ესა კი ბატონო, ქართლზე გადავიდეთ შემდგომზე ქართლზე ხო თქვით და ქართველზე თუ შეიძლება. კი ბატონო, რაც შეეხება თვითონ თვითსახელწოდებას, ანუ ქართველი, ქართულ წყაროებში შემონახული არის ქართველი, ძვერქართულად, ასევე შემონახულია ქართუჰელი, ესეთი სახელწოდებაც არის, მაგრამ არაა შემონახული ის რის გულისთვისაც დაარქვეს ეს ჰე,
ანუ სამწუხაროდ კომპიუტერში არ ქონდა მე ისეთი პროგრამა რომ ძველი ქართულის ახლა ამოღებული ასოები წარმომედგინა, ამიტომაც ჰეს მაგივრად პირდაპირ ჰე დავწერე. სინამდვილეში ჰე მერვე უნდა იყოს და ხემატრიებიც აქედანაა დათვლილი. ბოლოში ასევე იოტა ვერ დავწერე, იოტათი არის 128. ანუ ქართულ ჰელის 128 ხემატრია უკვე ნიშნავს, რომ დაკავშირებულია იგივე 128 წლიან ციკლების კალენდართან და კი ბატონო, მზის კალენდართან. მთვარე კიდევ უფრო ძველად იყო, მთვარე 8000, 9000 და კიდევ უფრო ძველად იყო მთვარის კალენდრები ჩვენში. ასევე თვითონ გაშიფრვასაც შეეხება ქართულ, ესე იშიფრება ქართულ ჰელი, ქართულ, ანუ მზის უზუსტესი კალენდარი, მჰე ანუ 48, როცა მზის გადახრის კუთხე 48 იყო, დაახლოებით 5500, 4500 წლების წინ და იმ პერიოდისაა ეს კალენდარი სწორედ. ნიშნავს ამ შემთხვევაში 5, მე-500-ა, ლ ორმაგიდატვირთვით გამოიყენება ხოლმე და მისი რიცხვნიშნულობა და რიგითობა 12 და 30 ერთმანეთზე მრავლდება და 360 იძლევა და ლ ასახავს ხოლმე მსგავს ტერმინებში, როგორც თლიან ციკლს, ანუ ერთ თლიან წრეს 360 გრადუსიანს, ასევე აღნიშნავს ხოლმე წელიწადის 360 დღეს, სანამ 5 დღეს დაამატებდნენ, ეგეთი პერიოდიც იყო კალენდრების ისტორიაში, როცა 360 დღეს ითვლიდნენ ხოლმე, ეგ კიდევ უფრო შორს 6000, 6500 წლისი, როცა მზის 360 დღიან წელიწადს ანგარიშობდნენ და აქედან გამომდინარე გამოვიდა კიდევ 365, ანუ E5, L 360, ანუ სულ 365 და ამ ქართულ ჰელი ესეთ განმარტებას იძლევა მზის ზუსტი კალენდრის, ანუ კალენდარი, მზე, 5 360, ანუ ისეთი ხალხი, რომელიც მზის 365 დღიან კალენდარს იყენებს და აგვირგვინებს 128, რაც არის იმისი მანიშნებელი, რომ ზუსტად ამ 128 წლიანი ციკლების კალენდრის სახელი წინაპრებს, არა? საბოლოო ჯამში თანამედროვე მომდევნო ხანებში ან ჰე ზოგან ხ გადაკეთდა ჰე და ბევრ სიტყვაში როგორც ხ ასე დარჩა, ზოგან մ ამოვარდა, ამ შემთხვევაში ქართულ ჰელს ესე დაემართა, ანუ м ამოვარდა, დარჩა ჰე და გამოვიდა ქართულ ჰელი, რომელიც ძველ წყაროებში კიდევ არის მოღწეული ქართველების თვითსახელწოდებად. ანუ ეს არამც და არამც არაა ფარნავაზის მიერ ქართლის დარქმევის შედეგად. ქართლი რომ დაარქვა ფარნავაზმა, უნდა დარქმეოდა მოსახლეობას ქართლელი ლოგიკურად, მაგრამ ქართლი ერქვა ქვეყანას, რადგანაც იგი ქართულ კალენდრის ფორმულა იყო იგივე და მოსახლეობას ერქვა ქართულ ჰელი, ანუ ქართლელი არ ერქვა. ქართულ სახელიდან ერქვა, როგორც მზის კალენდრის სახელიდან. ანუ ფაქტიურად მთელი საქართველოს სახელი იყო ერთი პერიოდი, რა თქმა უნდა, ანუ ქართველებით დასახლებული, ანუ ამ მზის კალენდრის გამომყენებელი ქართველი მზის კალენდარს იყენებს და რომლის ჰემატრიაც არის სწორედ ეს. და იბერია ერქვა ისეთ ხალხებს, რომელიც იგივე კალენდარს იყენებდა, მაგრამ ზუსტი ანუ უშუალოდ ქართველები არ იყვნენ, ანუ მონათესავეები იყვნენ, მაგრამ არ იყვნენ ვთქვათ, მეგრელ, ჭან, სვან მესხები, არამედ იყვნენ სხვა მონათესავე ერები და ქართველური ტომები. იყენებდნენ, ვთქვათ, ჩრდილო კავკასიელები ან სხვა, იყენებდნენ ამ კალენდარს, მაგრამ არ იცოდნენ მათმა ქურუმებმა ზუსტი განმარტება წელიწადისა, ის ამ ქართულ ფორმულაში იყო. ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველები სახლობდნენ იგი სვანეთის გადაღმა, იგივე დაღესტანში და ან მონათესავე იბერულ კავკასიური ტომები. თუ შეიძლება შემდგომი სურათიც ჩავრთათ. კი ბატონო, ესა საქართველოს განმარტება, ესეთი სიტყვა საქართველო ჰელო არის შემორჩენილი ძველ წყაროებში და ამაზე შორს არა, როგორც გითხარით, ჰედან ჰე დარჩა. რაც შეეხება ამ სიტყვას, ეს სიტყვა ავაწყეთ ჩვენ, აღვადგინეთ, რომ ესეთი უნდა ყოფილიყო და ამით ვამტკიცეთ, რომ საქართველოს თვითონ სახელი არის დაახლოებით 5500-4500 წლის წინანდელი, რაც აღნიშნავდა მზის უზუსტესი კალენდრის გამომყენებელ ტერიტორიას, რომელზეც ამას იყენებდნენ, უბრალოდ როგორც ქვეყანას სახელი დაერქვა ბაგრატ მესამის დროს და დაერქვა დაახლოებით თანამედროვე სახელწოდებით საქართველო, მე საქართველო და ბოლოს ახალ ქართულში ხშირად შეცვალა და გამოვიდა საქართველო. ამ შემთხვევაში საქართველო აი მარტო ის კი არა, მაგალითად ქართლის ცხოვრებაში იქნება თუ სხვა ძველ ისტორიულ წყაროებში ჩვენ კი არ არის ჩვენ და აი როგორც მანდ მოხდა ესეთი კი ბატონო საქართველოს განმარტება ამ შემთხვევაში ესეთია საწინსართია როგორც ჩვეულებრივ თანამედროვე ქართულში ძველ ქართულში ესე იყო ოა ამ შემთხვევაში მინიშნება ბოლოს ართია
რომ რაღაცა არის და შეიძლება შუა ნაწილს ეს არის ქართუ, იგივე მზის უზუსტესი კალენდარი, მჰე იგივე მზე, ლ ერთი სრული ციკლი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ერთი წელი იანგარიშოთ ამ ლ-ში, ან იანგარიშოთ 96164 წელი, ერთი სრული შემოbrunება, როცა ერთი დღე უნდა ჩამორჩეს კალენდარი დედამიწის ბუნებრივი დროს და გამოვიდა რომ ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრობენ მზის ზუსტი კალენდრის ერთი შემოbrunების, ანუ ერთი ციკლის გამომყენებელი ხალხი. ამ შემთხვევაში ო დაბოლოებაც, ნუ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ როგორც საქართველო ხელაო, ან როგორც საქართველო ჰეალო, ნუ არა არსებითი მნიშვნელობა, თუ მე ბოლოში ჩავსვი საქართველო ხელოა, ამ შემთხვევაში ა თუ ჩაჯდება ბოლოში და ო გამოვა, ო ქართული ამბანური მათემატიკით 71-ია, 71 კიდევ ღმერთის ჰემატრიაა, ანუ ღმერთის სიტყვა რომ დაითვალოთ რიგითობით, გაძლევთ 71-ს, ამ შემთხვევაში ეს ო-ა პირდაპირ 71 ქართველი როცა წერდა 71-ს, ამბანით წერდა პირდაპირ როგორც ო-ა, ანუ იგივე ღმერთის ჰემატრიაა ეს 71 ბოლოში საქართველო ხელოა და როგორც ნახეთ ამ ლოგიკას რომ ეს მართლა ძველი სიტყვა ამყარებს მასში არსებული სიტყვა მჰე ანუ მზის სახელწოდება 42 გრადუსიანი კუთხის დრო გადახრის კუთხის დროს მასში რომ ჩაშლოთ მაგალითად მზე მაგალითად მზ ან თქვათ მზხე არანაირად არ მოგცემთ ამ ფორმულირებას ეს სიტყვა არის რიგითობით 146 ჰემატრიის, ანუ სამი რაღაცა ამტკიცებს, რომ ეს არის ნამდვილად ძველი. პირველი, როგორც გითხარით, მასში მზის, როგორც მჰე, ესე მოხსენიება. მეორე, ეს არის მისი რიცხვნიშნულობების და რიგითობის ჰემატრიების დამთხევა, ანუ 146 აქვს მას რიგითობით ჰემატრია და 1460, ანუ იგივე რიცხვები ბოლოში 0-ის დამატებით აქვს რიცხვნიშნულობების ჰემატრია და ასევე თვითონ 1460 ეს 1460 არა ჩვეულებრივი ჰემატრია, ანუ ჩვენი წინაპრები ძველ დროში დაჯდნენ და განზრახ მოიფიქრეს ისეთი სახელი, რომელიც მოგცემდა 146 და 1460 და ვითაც დამტკიცდებოდა, რომ მათ ეს მოიგონეს, შექმნეს ხელოვნურად სიტყვა და ასევე 1460 არის კალენდრის მთავარი პრინციპის ბოლო 4 წლეულში რომ უნდა იყოს 4 წლეულები და 4365 დღიანი წელი უნდა იყოს, მაგის დამამტკიცებელია, რადგანაც 4365 დღიან წელში უნაკოში არის 1460 დღე ბატონო ვაჟა და ამ სიტყვასაც საქართველო ხელოა აქვს ზუსტად 1460 რიცხვნიშნულობების ჰემატრია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნამდვილად კალენდარს უკავშირდება და არის ნამდვილად კალენდარული მზის აი ესეთი უნაკო წლის ბოლო 4 წლეულის კალენდარი. სხვა შემთხვევაში 1461 აქვს ხოლმე ნაკიან 4 წლეულში. აქვე შეიძლება დავამატოთ დასკვნის სახით ელიზბარო ჩვენს წინაპრებს, ჩვენს დიდ იბერიელ წინაპრებს უნიკალური მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნა გააჩნდა და ჰქონდათ, იმიტომ რომ აი ახლა ამ ჰემატრიული ანალიზის კვალობაზე და იმ მონაცემების კვალობაზე, რომელიც სწორედ ურთულეს მათემატიკურ, არითმეტიკულ გათვლებს ეხება და ასტრონომიულ მოვლენათა თანხვედრას, მიათედების სიზუსტით ეს ამას ჩვეულებრივი ადამიანი თუ მას არ აქვს ღრმად განათლება რიცხვთა თეორიაში, ასტრონომიაში, მათემატიკაში, ესე ადვილად ვერ შეძლებს, იცით? 1000 წლით უძლებს უსწრებს ბერძნულ და ჩინურ აღმოჩენებს იგივე სფეროში, 1000 წლის და აი ამაზე სხვათა შორის ნათელში იყოს გპ-ში იყო ესეთი პროფესორი მეტალურგიის კათედრაზე, ჩემი უფროსი მეგობარი ბატონი რაულ გვეტაძე ნათელში იყოს, იგი აი ამ საკითხებზე მუშაობდა და სწორედ აი თქვენ რო ახსენეთ სადღაც 4500 წელი ისიც საუბრობდა ამაზე, რომ 4500 წლის წინ სწორედ ქართულ დამწერლობაზე და ქართულ სახელმწიფოზე საუბრობდა ეს კაცი და მნიშვნელოვანი მიგნებები ჰქონდა მასაც. ი ბატონო, ანუ კიდევ ერთხელ შეგხვდება დღევანდელ გადაცემაში ეს დღეღამეში წამების ზუსტი რაოდენობის ცოდნა, როცა გრაკლიანის წარწერაზე ვნახავთ და იქ ეს განზრახი იყო ჩადებული, რომ მეორე მხრიდან, ანუ მარჯვენა მხრიდან წაკითხვა გაგიოლებოდა, ანუ გასაღებივით ჩადეს ეს მათ და ამ საბოლოო ჯამში გადავიდეთ მაშინ გრაკლიანის წარწერაზე. ეხლა ჩვენ გადავდივართ გრაკლიანის წარწერაზე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გრაკლიანის წარწერა
მდებარეობს კასპის რაიონის სოფელ იგოეთსა და სოფელ გამგლისწყაროს შუა თბილისიდან გორის მიმართულებით მიმავალი ტრასის მარჯვენა მხარეს და შეიძლება ბევრ შეუნიშნია ეს შუშის შენობა, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს და ძალიან გულდასმით შესწავლას და აი ამ გრაკლიანის წარწერასთან დაკავშირებით გვესაუბრება ახლა ეს ცნობილი მკვლევარი ისტორიკოსი ბატონი ელიზბარ ბზარაშვილი. დიახ. ბატონო, იგივე საჩინო გრაკლიანი, აი მის ფსევდონიმი. მოკლედ მიმოვიხილოთ კიდევ ერთხელ ბატონო ვაჟა, კი ვილაპარაკეთ მარცხნიდან კი, გავახსენოთ აუცილებლად. კი ბატონო, ხო. ესა წარწერა 2015 წელს აღმოჩენილი ბატონი ვახტანგ გლიჩელის ექსპედიციის მიერ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი მუშაობდა მის აღმოჩენაზე, რომელიც დღეს არის დაცული ზემოთხსენებულ მუზეუმში, ზედ გრაკლიანის ქორაზე. ეს წარწერა უშიფრავი არის, არაა წაკითხული, არაუდობენ ოფიციალურად რომ არის არამეული, თუმცა არამეულად მასზე არაფერი არ იკითხება. მარჯვნიდან უნდა იკითხებოდეს სინამდვილეში არამეული ტექსტები იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ. რაც შეეხება თვითონ ამ წარწერას, ეს წარწერა ჩვენი დაკვირვებით იყო შექმნილი იმისთვის, რომ არავის არ წაეკითხა, იყო საიდუმლო წარწერა, რადგანაც იყო განთავსებული პატარა ოთახში ტაძრისა, დაახლოებით 18 კვადრატული სიდიდის ოთახში, თან ისეთი პატარა ოთახში, რომ წარწერას ბოლომდე ვერც აღიქვა, არ გამოჩნდება, რომ შეხედო კარგად, სივრცე არის პატარა. იყო შესაწირი ჭურჭელი გარშემო, ფეტვით და ხორბლით და ქერით სავსე და იყო სავარაუდოდ დიდი დედის სახელზე აშენებული მიწის მფარველი ქალღმერთისა და ჩვენ წარწერაში მარცხნიდან წაკითხვაში აღმოჩნდა კიდევაც რომ იყო მასში მოხსენიებული იყო შუმერული მიწის ქალღმერთი კი, არავინ არ იცის მაშინ შეიძლება ქართულში სულაც კი ნიშნავდა მიწას, რადგანაც მეგრულშია შემორჩენილი ქიანა ქვეყანის აღნიშნულად და შესაძლებელია ძველ პერიოდში ქართულშიც იყო კი მიწა და მიწის ქალღმერთი და მე გაჩნდა მიწა სახელი. შეიძლება ამიტომ რომ აი ქექვა მიწასთან უკავშირდება. განქიქება, ქექვა. კი ბატონო, ხო. ესეთი ვერსია მომართალია, ეს ვერსია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ვერსია მაქვს, რომ შესაძლებელია, როცა მიწის ქალღმერთთან აღავდნენ ამ ლოცვებს, ამბობდნენ ესეთი ფრაზები იყო მიწამე, გწამდე, მიწამე და საბოლოო ჯამში ამ მიწამედან მიწამ შეიძინა ის სახელი, რაც აქვს დღეს და კი შეიცვალა ქართულში მიწად. ამას მე სხვა კვლევების სჭირდება, სხვა აღმოჩენების, ყოველ შემთხვევაში ესეთი, არ იყო განკუთვნილი ფართო საზოგადოებისთვის, ეს იყო ასტრონომიული მოვლენისადმი მიძღვნილი 3000 წლის წინ დაახლოებით საქართველოს ცაზე უცნაური მთვარე წარმოიშვა, ეს იყო ზურგზე მდგომი მთვარე, ან თასის ფორმის ახალი მთვარე. ეს მთვარე ძველ მსოფლიოში ყველგან, ინდოეთშიც, შუმერშიც, ბაბილონშიც წმინდად ითვლებოდა ხოლმე და მათი ღმერთები, როგორც წესი, ეგეთი ფორმის ახალი მთვარის ფონზე გამოისახებოდნენ ხოლმე მთვარის ღმერთები, მათიდან მთვარის ქალღმერთები და საქართველოში ჩანს ესეთ მთვარეს აღმერთებდნენ და უცნაური მთვარე გამოისახა. ეს მთვარე, როგორც წესი, ახალი და ძველი მთვარეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ახალ მთვარეს აქვს გაზნექილი დასავლეთის მხარეს რკალი და ძველ მთვარეს აქვს აღმოსავლეთისკენ, ამას განაპირობებს მზის შუქი, რადგანაც ახალი მთვარე ჩანს ხოლმე საღამოს ჩასული მზის ფონზე და შესაბამისად მზე უნათებს დასავლეთიდან და მთვარეს აქვს გაზნექილი ან მზისგან განათებული დასავლეთის მხარე და პირიქით ძველი მთვარე ჩანს აღმოსავლეთის ცაზე დილას და ამომავალი მზე უნათებს და შესაბამისად გაზნექილი აქვს აღმოსავლეთის მხარე, საიდანაც უნათებს მზე და ის ადგილი ნათდება მთვარის. ამ შემთხვევაში ეს ზურგზე მდგომი მთვარე უცნაური იყო, რადგანაც წარწერაში ესე წერია, რომ ძველი მთვარეც და ახალი მთვარეც იყო ერთნაირი. ორივე მთვარე იყო ზურგზე მდგომი, ჯერ საერთოდ ზურგზე მდგომი მთვარე აბსოლუტურად სრულად ზურგზე მდგომი მთვარე საქართველოში უიშვიათესი მოვლენაა, შესაძლოა ასობით წელიწადში ერთხელ განმეორდეს და ესე ორნაირად ზურგზე მდგომი რომ ძველიც და ახალიც ერთნაირი ყოფილიყო, შესაძლებელია 1000 წელი ჭირდებოდეს რომ ეგეთი პერიოდულობა დაემთხვეს, ეგეთი ციკლურობა და მთვარე იყოს ძველიც და ახალიც ერთნაირი და ესეთი მოვლენა რომ უნდა გაჩენილიყო, მე მჯერა რომ ჩვენმა წინაპრებმა ეს მოვლენა წინასწარ იცოდნენ, ელოდებოდნენ ამ მოვლენას, ასტრონომიული გათვლილი ჰქონდათ, თუ არა და ეს წარწერა არის ურთულესი წარწერა ბატონო ვაჟა, წარმოიდგინეთ
ქართული ანბანის თქვა 35 VS ჩათვლით 100-დან გამოყენებულია 16 თანხმოვანი და 5 ხმოვანი, ანუ 21-ია, მთლიანი ანბანიც არაა გამოყენებული ამ წარწერაში და ამ 21-ასოდან უნდა შექმნა ისეთი წარწერა, რომ 4 მიმართულებიდან იკითხებოდეს, გაძლევდეს 4 მიმართულებიდან 4 გამართულ წინადადებას, თან ეს წინადადებები მიემართებოდეს სტელას და ახალ მთვარეს ზურგზე მდგომს და პლუს ორ წარწერას ჰქონდეს ჰემატრია, რომლის ერთი რიცხვის შეცვლაც არ შეიძლება ერთი ციფრის, რადგანაც სავსებით სხვა აზრს მოგცემს მე და აღარ წაიკითხავ იმას, შეიძლება რთულია ჰემატრიაში, ეგეთ ჰემატრიაში გამართული აზრის მოცემა, იმიტომ რომ ფაქტურად 4-ჯერ უნდა წაიკითხო წარწერა პლუს ჰემატრია უნდა იყოს 2-ჯერ თან გამართული. აქედან წაკითხვის და რიცხვები ისე უნდა დასვა ქართული ანბანის რიგითობის რიცხვები, რომ გამართული მარცვლები მოგცეს და გარკვეული ინფორმაცია კიდევ მისცეს და ამიტომაც ამას არ დაჭირდებოდა რაღაც 2 და 3 დღე წლების მანძილზე ალბათ გურუმთა ჯგუფი იჯდა და ამ წარწერას ქმნიდა, როგორ უნდა შეექმნა ესეთი უცნაური შედევრი წარწერა და საბოლოო ჯამში მე ვარაუდობ, რომ თვითონ ის პატარა ტაძარიც, რაც რომელშიც არის ეს წარწერა აღმოჩენ ტაძრის ნანგრევი, ისიც მაგ წარწერისთვის ააშენეს განზრახ, მე არ მაქვს წვდომა რომ გავზომო ზუსტად რამდენია ტაძარი, მაგრამ მაშინ წრთას იყენებდნენ საზომად იდაყვიდან თითის წვერამდე და 50.3 მილიმეტრი იყო სიგრძეში ეს წრთა, ქართული წრთა და თუ იქნებოდა 67 წრთა ეს ოჯახი, ეს ოთახი ტაძრისა, დაახლოებით ეს იქნებოდა 3/6-ზე, რაც ბატონმა ვახტანგ 72 კვადრატული წრთა არის 3/6-ზე და ვფიქრობ, რომ 67 შეიძლება ყოფილიყო, რადგანაც ეს წარწერა მოხდა გაზაფხულის დღეღამტოლობას, ბუნიობას და ბუნიობა ჰემატრიით იძლევა რიცხვს 67. და არის მაგაში ლოგიკა, რომ თუ სპეციალურად ააშენეს ეს ოთახი, აეშენებინათ ბუნიობის დღისათვის მიძღვნილი სპეციალურად 67 კვადრატული წრთა. ნუ ამას მე შემდგომი კვლევებიც გამოაჩენს და გამოჩნდება სწორი იყო თუ არ იყო ეს ჩემი მოსაზრება, ლოგიკური არის, რომ უნდა ყოფილიყო 67 კვადრატული წრთა. ერთ სიტყვით, რატომ დღეღამტოლობას და რატომ გაზაფხულის დღეღამტოლობას? საქმეც იმაშია, რომ ჩვენთან თუ გაჩნდება ზურგზე მდგომი მთვარე, ჩნდება აუცილებლად დღეღამტოლობას, ანუ მთვარე უნდა იყოს ასული თავისი გზის ყველაზე მაღალ წერტილში, მზის გზა, ანუ ეკლიპტიკა და დედამიწის ეკვატორი უნდა იყოს ერთმანეთთან გასწორებული და მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ დაბლა ჩაწეულმა მზემ მაღლა აწეული მთვარე გაანათოს ქვევიდან და მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოიშვება მთვარე თასის ფორმისა, ახალი მთვარე, ისიც საღამოს საათებში ჩასული მზის ფონზე და წარმოიშვება მცირე ხნით, ანუ რამოდენიმე საათით სულ. ისე საოცარი მოვლენაა რა. კი, და ნუ ძველი მთვარეც რომ ზურგზე მდგომი იყოს, მაშინ კიდევ უფრო უკიდურესად მაღლა უნდა იყოს ასული მთვარე და კიდევ უფრო დაბლა იყოს ჩამოსული მზის ესეთი სიტუაციები უნდა დამტყროება და როგორც ძველი მთვარეს უნათებდა ქვევიდან, როგორც ესე ძველი მთვარეს უნათებს ხოლმე მარცხნიდან, აღმოსავლეთიდან მზე, როგორც უნათებდა ძველი მთვარეს ქვევიდან, ისე უნდა გაენათებინა ახალი მთვარეც ქვევიდან. უცნაური მოვლენა იყო და იმიტომაც მიუძღვნეს ეს ძალიან რთული წარწერა. ამ წარწერა იყო გათვლილი ამ გაზაფხულის ბუნიობა, იმიტომ კიდევ რომ ის ზოდიაქოები, რაც სტელაზეა გამოსახული ცხოველების ფიგურები, რასაც მე ვთვლი რომ არის ზოდიაქოები, გადიან ღამის საათებში, როცა ეს მთვარე წარმოიშვება, ახალი მთვარე, გადიან მაგ თანმიმდევრობით საღამოს და პირიქით შემოდგომის ბუნიობას გადიან დილას. და ამიტომაც რადგანაც ჩვენ საღამო გვაინტერესებდა, ეს უნდა ყოფილიყო გაზაფხულის დღეღამტოლობა, გაზაფხულის ბუნიობა, თუმცა ნუ რომელი წლის ამაზე ლაბორატორიებმა ივარაუდეს, მაგრამ როცა ამ მთვარის წარმოშობის ასაკს დავადგენთ, როდის შეიძლება ეს მთვარე წარმოიშვა, მაშინ გვეცოდინება ჩვენ ზუსტი თარიღიც, როცა დაიწერა გრაკლიანის წარწერა, რადგან ზუსტად იტყვის წელს ეს მთვარე, სხვა წლებში ესეთი მთვარე ფიზიკურად არ ჩნდებოდა. დღე ისედაც გაზაფხულის დღეღამტოლობაა, ჩემი ვარაუდი და ჩემი კვლევებით გაზაფხულის დღეღამტოლობა ქართულ კალენდარში 1 აპრილს უნდა ყოფილიყო და ნუ ჩათვალეთ 1 აპრილი, რომელიღაცა წლის ქრისტეშობამდე 3000 წლის წინ. ნუ ერთ სიტყვით წარწერა არავის არ უნდა წაეკითხა, ეს იყო საიდუმლო წარწერა, ტაძრის ერთ პატარა ოთახში განლაგებული, რომელშიც მარტო ქურუმები ხდებოდნენ. არ იფიქროთ, რომ მღვდელი ახალი სიტყვაა, მღვდელი ძველ ქართულში ხდება მღვრდელის სახით, ესეთი სახით და მღვრდელი და ქურუმი ორივე არის 100 ჰემატრიით, ანუ შინაარსით ორივე არის ერთი და იგივე და ჩვეულებრივ მღვდელსაც მღვრდელის სახით ძველ ქართულში იყენებდა საქართველო, უბრალოდ ქრისტიანობამ ქურუმი აღარ გამოიყენა და გამოიყენა მღვდელი.
ერთ სიტყვით არავის არ უნდა წაიკითხა, ეს იყო საიდუმლო ცოდა, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადასცემოდა, თუმცა თუ ვინმე მაინც წაიკითხავდა, ეს იყო მარცხნიდან წაკითხვა, რადგანაც ქართული ფაქტობრივად დაშიფრული წარწერა იყო. ჰემატრიას არავინ არ წაიკითხავდა ძველ საქართველოში, იმიტომ რომ ქურუმები ასაიდუმლოებდნენ ჰემატრიას და ხალხში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ რიცხვები მკვდრებისაა, ანუ მარტო მკვდართა სამყაროში ითვლიდნენ რიცხვებს და ცოცხლების სამყარო რიცხვებს არ იყენებდა, მაგ გაგებით როგორც ჰემატრიაა და აქედან გამომდინარე ცოცხლები შიშის გამო ერიდებოდნენ ხოლმე, ცოცხალი ქართველები სიტყვაში რიცხული მნიშვნელობის ძებნას. ანუ ამ მოტივით გაასაიდუმლოეს ქურუმებმა და შეაშინეს ხალხი, რომ ეს საიდუმლო ცოდნა არ დაკარგულიყო. წარწერა არის ფაქტიურად ჰემატრია რიცხვების სულია. და გასაიდუმლოებული იყო. ასევე ეს წარწერა იყო ასევე შექმნილი საიმისოთ, როგორც ეს ინფორმაცია გადაეცა, მაგრამ თუ მაინც ვიღაცა მოახერხებდა დამწერლობის ცოდნა და აი ამ ძალიან რთულ ერთმანეთში ჩასმულა, ახლა ნახავთ მე შემდგომს როგორი რთული ლიგატურებია, ვერც შევძელი ჩემით ჩახატვა წესიათ ეს გვერდით მიუხატე, იმიტომ რომ ერთმანეთს ავსებენ ეს ლიგატურები, თუ ვინმე მაინც მოახერხებდა, ეს იყო პირველი მარცხნიდან წაკითხვა, რომელიც ჩვენ წინა გადაცემაში მოიხილეთ, ეს არის მიწისადმი მიძღვნილი, მიწის ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვა, ცხოვრების წესი, ეს შეიძლება ძალიან ბევრმა მოწმუნე მიცოდა კიდევაც, იმიტომ რომ მჟღერია, ბოლოში ეუ ემატება ყველა სიტყვას და გარკვეულ აკუსტიკასაც, ჟღერადობასაც, მუსიკალობას ანიჭებს, გალობდნენ კიდევაც, ჩვეულებრივ და ძალიან ბევრმა მოწმუნე სადიდებელი საგალობელი მიწის. იცოდა ეს საგალობელი, მაგრამ თუ ეს საგალობელი ეწერა იქ მარცხნიდან წაკითხვაზე, ეგ არავინ არ იცოდა. თუ მაინც ვინმე მოახერხებდა მარცხნიდან წაკითხვას, ეს იყო ჩვეულებრივი ის ცნობილი საგალობელი, რომელსაც ყველა იცნობდა და არაფერი არ ხდებოდა მაგით. ანუ ეს იყო კი ეძიჰევ, ხცნევ, აზორევ, ჰესევ და თუ გაწელვით იტყვი კი ეძიჰევ, ხცნევ, რაღაც ჟღერადობას იძენს და ესე გამოიყენებოდა ალბათ სალოცავად. საბოლოო ანუ კი ეძებე, ანუ მიწა ეძებე, სცანი, მსხვერპლი შეწირე და იმედი გქონდეს ესასო, ესეთია მისი შინაარსი. მაგრამ რა თქმა უნდა, სულ ეს არ იყო, ამიტომაც რომ არ დაკარგულიყო შინაარსში, რაც მთავარი იყო, პირველ წარწერას გაუკვეთეს ქურუმებმა ჰემატრია, მაგრამ ეს ჰემატრია უნდა ყოფილიყო გასაიდუმლოებული, რადგანაც როგორც გითხარით, არც ერთი ცოცხალი ქართველი თუ არ იყო იგი სასულიერო წოდებისა, აზრადაც არ მოვიდოდა მას, რომ ჰემატრია შეემოწმებინა. ამიტომაც ჰემატრია იყო მარცხნიდან წარწერაში იყო, მაგრამ მას არავინ არ ნახულობდა და თუ თქვათ სიტყვაზე მტრის შემოსევების დროს რაღაც თუ დაიხოცებოდნენ ყველა ის ქურუმები, რომლებიც აქ კრაკლიანზე ცხოვრობდნენ და სხვა ტაძრიდან მოვიდოდა ქურუმი, რომელსაც ასევე საერთო დაშიფრის მეთოდები ჰქონდათ, მას უნდა შეძლებოდა ამ წარწერის წაკითხვა, ან თუ თქვათ ვინმე ისეთი, ვინც გადაწყვეტდა მარჯვნიდან მაინც წაეკითხა, მათ დაუტოვეს მარჯვნიდან ესეთი მიმთითებელი წარწერა. ანუ არც მარჯვნიდან წარწერაში არ დევს მაინც და მაინც მთვარეზე ინფორმაცია, რადგანაც მთვარეზე ინფორმაცია გადაიტანეს უკანა წაკითხვებში, ანუ შებრუნებულ წაკითხვაში და არა მარცხნიდან და მარჯვნიდან დაიცვეს ეს თავისი რელიგიური, მთავარი ღმერთისადმი მიძღვნილი, მთვარისადმი მიძღვნილი ინფორმაცია. აი თუ შეიძლება მე-6 სურათი რომ ჩავთვათ, პირველი სიტყვა მე-6 სურათი თუ შეიძლება რა. ხო, აი მე-6 სურათი ეს არის პირველი სიტყვა მარჯვნიდან წაკითხვისა, ამასთანავე ეს არის მარცხნიდან წაკითხვის ბოლო სიტყვა. ანუ უნდა შეაბრუნო, თუ მარცხნიდან წაკითხავს გამოყვები და მარცხნიდან წაიკითხავ, რაღაც ასოების დამატებით ან გამოკლებით მარჯვნიდან უნდა წაიკითხო. ამ შემთხვევაში ეს ზუსტად ემთხვევა, ანუ მარცხნიდან წაკითხვის ბოლო სიტყვა იყო ჰესევ, ანუ იმედი გქონდეს ესასოე და მარჯვნიდან წაკითხვისა არის უესხე, ანუ ზუსტად იმეორებს იგივე. ამ შემთხვევაში უესხეში u ზედმეტია, ანუ ესხე, ანუ ესე უნდა იყოს, ეს შინაარსი ესაა, მაგრამ ნუ მეორე შინაარსი შეიძლება ხდეს, მაგალითად u ამის მერე რამოდენიმე ხანში ქართული ანბანიდან ქართველებმა ამოიღეს და დიდი ხანი 1000 წელი მაინც დაახლოებით ქართულ ანბანში u აღარ გამოიყენებოდა მე-5 საუკუნემდე დაახლოებით შემორჩენილი ეგეთი საგალობლების კრებული, სადაც u არ არის ასევე შემორჩენილი, ანუ u ესე ნიშნავს, რომ ეს u, ანუ u-ზეც მიგანიშნებს ერთი ვარიანტიც ესაა, ანუ ჩავთვალოთ, რომ თქვათ SS ნიშნავს, ანუ ამ ეს პირველი სიტყვა. თუ შეიძლება შემდგომზე გადავიდეთ. ხო, ესა მეორე სიტყვა
როგორც ნახეთ, ძალიან მარტივი რაღაცებია, რომ შეხედა ვერაფრით ვერ იტყვი, რომ რაღაც სიტყვა წერია, რადგანაც გამოიყენება წერტილები და ხაზები ხმოვნებად. ამ შემთხვევაში სამი ხმოვანია, მარჯვნიდან პირველი U, შუაში ხაზი E და ბოლოში ნახევარწრე O და ერთმანეთშია ჩასმული Č და N. ნუ Č ყვითელი ფარადაა დატანილი და ყვითელი ფერის და პლუს ზევიდან თეთრი ხაზი არის ასომთავრული N. და ამ შემთხვევაში მეორე სიტყვა გამოდის უჩენო. ანუ ხაზი შვეული ვერტიკალური გვერდზე ყვითლად Č, მერე Č-ს დამატებული თეთრი ხაზი N, N-ს თავი E და ბოლოში O. ანუ უჩენო ამ შემთხვევაში ეს სიტყვა დაახლოებით ქართული ენის განვითარებასაც შეიცავს თავის თავში, რადგანაც მაგალითად ახლა გამოიყენება უჩინო, მაგრამ გამოიყენება ასევე ეს მნიშვნელობითაც იგივე სიტყვა ჩინიდანაა ნაწარმოები, თანამედროვეში გამოიყენება უჩინო, უშინარი და მაგალითად აღმოსაჩენი, ანუ მაინც ახლაც გამოიყენება, როგორც ჩანს ძველ ქართულში ჩინ მაგივრად გამოიყენებოდა ჩენ, როგორც ახლა ნაწილობრივ ჩენ და ნაწილობრივ ჩინ გამოიყენება, ანუ უჩენო ნიშნავს ამ შემთხვევაში უჩინარს. თვალის ჩინი. კი, თუმცა ჩეს აღმოსაჩენი მაგალითად და გამოსაჩენი სიტყვებში ჩენი გამოიყენება ისე. გასაჩენი კი. შემდგომ სურათზე თუ შეიძლება გადავიდეთ. ხო, ესაა მესამე სიტყვა. მესამე სიტყვასაც როგორც ნახეთ, სამი თეთრად ხმოვნებია და წითლად არის C. ამ შემთხვევაში წერია აცვე, ანუ C-ს მნიშვნელობით არის ეს C და A პირველი რგვალი რაც არის, მე წითლად C, U არის თეთრი ვერტიკალური ხაზი და E არის ჰორიზონტალური ხაზი თეთრი, ანუ აცვე თანამედროვე გაგებით იყო ხოლმე ძველ ქართულში C და C ერთმანეთს ენაცვლებოდა ხოლმე. ამ შემთხვევაში ახლავეს გეუბნება ეს სიტყვა, ანუ აცვე, ახლავე. შემდგომ სურათზე თუ შეიძლება გადავიდეთ. ესა მეოთხე სიტყვა, რომელშიც რამოდენიმე სიტყვა ასევე ჩახატული და ერთი ხმოვანი აქვს. ეს არის ხცნეულზე ჩაწერილი სიტყვა, რომელიც მოიცავს ცნეის, ესეც, ანუ C წითელი ფერით არის დატანილი, ყვითლად N მასში ჩახატული, H არის თეთრი ფერისა, H მერვე და ბოლოში I, ანუ ცნჰეი, ანუ ცანი ესეთ შინაარს შეიცავს და შემდგომი თუ შეიძლება ბოლო სიტყვა ეს ძალიან რთულ ლიგატურაშია ჩახატული ეს მეორე ლიგატურა მარცხნიდან, რადგანაც მარცხნიდანაც გარკვეული ასოები იწერება მარჯვნიდანაც. ამ შემთხვევაში ძ წინა მარცხნიდან წარწერაში იყო გამოყენებული, ასევე ძ-ს გვერდზე ეც, ასევე მწვანეფრად არის ჩაწერილი მასში, ცოტა გამოწეული მაქვს მარჯვნივ, იმიტომ რომ რეალურად ერთმანეთზე უნდა დამეხატა და ანუ ერთ და იგივე ხაზს იყენებს, შუა სწორხაზს და წერია შემდგომში მწვანედ G, წითლად L, რომელსაც წელი არა აქვს შეკრული და თავი არა აქვს, მომგროვებული, მაგრამ ჩვეულებრივი ლის ფორმა აქვს, როგორც ასომთავრულია, ნუ G ჩვეულებრივი ასომთავრული G აღონთ თავი არა აქვს, მარცხენა მხარეს ჩამოწეული, ეს ჰემატრიის, ანუ ერთმანეთში ჩასმის ლიგატურების ინტერესიდან გამომდინარე, თავღია და ბოლო შეუკრავები იყო, რომ ერთმანეთში კარგად ჩასმულიყო ასოები. შემდგომ არის სწორი ხაზი, იგივე S, ძეგლს, ასევე სტილიზებული ოდნავ გაწელილი შ, იმიტომ რომ თუ შ გაწელილი არ იქნებოდა, მაშინ ზევითა ჩარჩოს იგივე ის ხმოვანს შეუერთდებოდა დაბლიდან იოტა და თავშეკრული გამოვიდოდა და იოტა არ გამოჩნდებოდა, ამიტომაც შ ცოტა გაწელილია და შემდგომში ზევით ხმოვანი I, პატარა თეთრი ხაზი და K, ანუ წერია ძეგლში, ანუ ძეგლში და საბოლოო ჯამში გამოვიდა ხუთი ესეთი სიტყვა, ესე უჩენო აცვე ცნეი ძეგლში, ანუ ეს რაღაცა უჩინო, რაღაც უჩინარი, აწვე, ანუ ეხლავე, იპოვე ძეგლში, ანუ ძეგლი ქართულად შემდგომ საუკუნეებშიც გამოიყენებოდა რაიმე knilების აღსანიშნავად, ეს არ იყო მარტო ადამიანის ძეგლი, თქვა ცხენზე ან რაღაც ბიუსტი, არამედ მაგალითად იგივე რუის ურბნისის საეკლესიო კრების მერე, როცა შეიმუშავეს საეკლესიო კანონების კრებული, ქვია მას რუის ურბნისის ძეგლის წერა, ანუ მასაც ერქვა ძეგლი. და ამ შემთხვევაში წარწერასაც როგორც ჩანს ეძახდნენ
ძეგლს. ასევე გარკვეულად ძეგლივითაც ადგას ის სტელა ვერძისთავიანი. ანუ მარჯვნიდან წარწერა გეუბნება რომ კიდევაა ტექსტში რაღაცა უცნობი ინფორმაცია, რომელიც შენ უნდა მოძებნო, შენ რომ წაიგითხე მარცხნიდან და ნახე რომ ქის ლოცვა იყო მიწისა, ეგ არაა საკმაოდ. აქედან კიდე გეუბნება რომ არის ასევე შიგნით გარკვეული ინფორმაცია და უნდა მოძებნო. ამ შემთხვევაში ორი გზა რჩება, მოძებნო ჰემატრია, შენი წაკითხული ორი წინადადებისა, ან მოძებნო კიდევ სხვა წაკითხვის ვარიანტი, მაგალითად უკუღმა წაკითხვა, გადააბრუნო წარწერა და ზევითი მხრიდან უკუღმა დახედო და ისე წაიკითხო. ამ შემთხვევაში ჩვენ წავედით სხვა გზით, რადგანაც ვიცოდით ჰემატრიის არსებობა და პირდაპირ ჰემატრია მოძებნეთ, როცა პირველი მარცხნიდან წაკითხვა წავიკითხეთ და როცა მარცხნიდან წაკითხვა წავიკითხეთ, მისმა ჰემატრიამაც ნახეთ, რომ მოგცა მთვარეზე, ახალ მთვარეზე ინფორმაცია და უკვე მე ჰემატრიიდან მივედით მარჯვნიდან წაკითხამდე. ანუ ჰემატრიან წაგვაკითხინა რეალურად მარჯვენა წაკითხვა. თუ შეიძლება შემდგომი სურათიც ჩავერთვათ. ესაა ხუთივე სიტყვა თავისი თანამედროვე განმარტებით, ესე უჩენო აწვეცნეი ძეგლში, ანუ ეს რაღაც უჩინო ახლავე იპოვე წარწერაში, ძეგლში, ესე გეუბნება მარჯვნიდან წარწერა, შემდგომი თუ შეიძლება ჩავერთვათ. ხო, ესაა მარცხნიდან წაკითხვის ჰემატრია. ანუ ხუთივე სიტყვას აქვს რიგითობების ჯამი, მაგალითად K, I, K 24-ია, I 15-ია, იოტა და I 10-ია, K, I ერთად იძლევა 49-ს. ამ შემთხვევაში მცირე ჰემატრიები, ანუ K რომ ერთმანეთს 49 ერთმანეთს მივუტოთ 13-ია, 13-ის ჯამი გაძლევს 4-ს და K სიტყვის მცირე ჰემატრია არის 4. საერთოდ ამ წარწერის მთლიანი ჰემატრიაა 352. 352 ამბანური მათემატიკით იკითხება როგორც TNB, ესე იწერებოდა ხოლმე ამბანით 352, მაგრამ თუ წაიგითხავ პოზიციურად, ანუ T ამ 303 მაგალითად როგორც ხავწერთ 5 და 2 არის geb. ანუ geb არის იგივე მსხვერპლშეწირვა, რაც არის ზორვა, იგივეა geba და როგორც ნახეთ პირველი წარწერის ჰემატრიის თლიანი ჰემატრია გამოვიდა geba, ანუ მსხვერპლშეწირვა. ისე, ანუ ეგეც დაითვალეს, რომ ბოლოს გამოსულიყო ჰემატრიულად მსხვერპლშეწირვა პირველი წარწერისა. 352-ის ჰემატრიაც 10-ია. ნუ საბოლოო ჯამში მე ერთზე დაიყვანება. რადგანაც ღმერთთან. კი ბატონო, ერთზე დაიყვანება, მე 1-დან 9-მდე დაიყვანება მცირე ჰემატრიები, 10 მაგალითად იგივე 0 ეხსნება და 1-ია. საბოლოო ჯამში დარჩა ესეთი პირველი ჰემატრია, ასე დავიწყეთ ჩვენ, ანუ დავიყვანეთ ტექსტის ჰემატრია 1-ზე, ანუ საბოლოოდ მცირე ჰემატრიაზე, 1 ქართულ ანბანში არის A, A-ს ქვია ani. ანუ ani არის შუმერში ცის ღმერთი. და რადგანაც ლაპარაკი უნდა გქონოდა მთვარეზე და ცაზე, ჩავთვალეთ რომ ეს იქნებოდა ჰემატრიის დასაწყისი. ანუ A, ანუ ani, ცა და მე შემდგომში თითოეული სიტყვის, ხუთივე სიტყვის მცირე ჰემატრია მოგცა ესეთი სიტყვა dgdza. ანუ dgdza არ არის, რა თქმა უნდა, მკვეთრად გზა, ვერც მოგცემს ფიზიკურად ისეთი რთულია ესეთი ჰემატრიული სიტყვის შედგენა, მაგრამ dgdza გულისხმობს რომ ეს არის გზა. და შემდგომში უკვე 49 გეუბნება 49 ქართული მათემატიკით არის MT, 75 არის OE, 103-ია RG და საბოლოოდ ესეთი შინაარსი გამოვიდა, ესე მარცვლებით რომ აწყო, გამოვიდა მთოერ გონეთ ზეგზე იგი big z. ანუ ესეთი შინაარსი გამოვიდა. ნუ მართალია ეს არა გამართული, რომ თოერ გონე ზეგზე იძლევა რომ თვარე უნდა გონო ზურგზე. ასევე იგი big z შუმერულად არის თვალი ბნელი მარჯვნივ. ანუ რადგანაც სტელაზე უნდა ყოფილიყო გამოსახული ფიგურები, თუ ამ სტელას გადააყირავებდი და ჰორიზონტალურად დაიჭერდი, მასზე მართლაც დაბლა მარჯვნივ გამოსახული პატარა მთვარის რკალი დადგებოდა ზურგზე. და აქედან გამომდინარე ამ ჰემატრიამ სტელის სურათი გაასწორა, ანუ დააყენებ მას ზურგზე. ფაქტიურად ასომთავრულით გაიშიფრა ეს წარწერა უძველესი. ამით კიდე ერთხელ მტკიცდება, რომ ქართველებს დამწერლობა გამოდის, რომ სადღაც 4000 წლის წინ ჰქონდათ უკვე. თან ეს 3000 წლის წინანდელი წარწერა, იმდენად რთულადაა ჰემატრია მაშინ გამოყენებული, დახვეწილია, რომ დახვეწილია და ნუ კი ბატონო, 3000 წლის წინ არა ვთქვათ რაღაცა მე-5 საუკუნეს რო ვიძახით შუშანიკის წამებიდან ნათლას. ეს არის უძლიერესი გამოკლება და მიგნება. ეხლა
ჩვენ რა თქმა უნდა ერთ გადაცემაში ამ გენიალურ აღმოჩენას ბატონი ელიზბარ ბზარაშვილისას ეს ყველაფერს ვერ გადავცემთ 50 წუთიან გადაცემაში. თული მე დროს ვფიქრდებით რომ მომავალში ბატონ ელიზბარს კიდევ მოვიწევ იგივე საჩინო გრაკლიანს მე მინდა სოციალურ ქსელის მომხმარებელთა საყურადღებო თქვა რომ აი საჩინო გრაკლიანი იგივე ელიზბარ ბზარაშვილია აი ესეთი ფუნდამენტალური კვლევა შემოგთავაზა გრაკლიანის წარწერასთან დაკავშირებით ჩვენ მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის ეცაც დავამატებთ ბატონო ვაჟა არა ხან შევპირდით რომ წამების რაოდენობა კიდევ შეხვდებოდა აი დგდზა რომ ჩაწერო თანამედროვე მათემატიკით არის 43 და როცა ეს ციფრი დავდეთ ანუ ეს რიცხვი 43751 რატომღაც დავფიქრდით უცებ რომ ეს იქნებოდა დღეღამეში წამების რაოდენობის ნახევარი რადგანაც დღეღამტოლობა დღე იყო და წესით უნდა ყოფილიყო დღე და ღამე ტოლი, ხო? და მაგას აღნიშნავდა ეს. ნუ მე გამოვაკელით, გავყავით შუაზე დღე-ღამეში წამების რაოდენობა და აღმოჩნდა რომ 399 წამით მეტია მითითებული წამების რაოდენობა. და მე თავთვალეთ რომ შეგვეშალა რაღაცა, არ იყო ეს გაზაფხულის ბუნიობის, მაგრამ როცა მე შემდგომი კვლევები გავაგრძელებთ ასტრონომიაში, აღმოჩნდა რომ არც ერთ ადგილას დედამიწაზე დღეღამტოლობას დღე და ღამე ტოლი არაა და დაახლოებით 6-დან 8 წუთამდე თეორიულად, თორე პრაქტიკულად 15 წუთით შეიძლება იყოს დღე არის მეტი ღამეზე. ანუ ეს 399 წამი არის 6 წუთი ნახევარი, ბატონო ვაჟა და ჩვენმა წინაპრებმა ეგეც იცოდნენ რომ დღეღამტოლობას თეორიულად, თორე პრაქტიკულად მაგას ვერ დაითვლით. აი ესეთი დიდი წინაპრები ყავდათ. მასში ჩანს ეს წამების რაოდენობა ზუსტად. აი ესეთი დიდი წინაპრები ყავდათ ქართველებს და ჩვენ უნდა ვეამაყოთ ჩვენი წინაპრებით, მე გვპირდებით რომ საჩინო გრაკიელის იგივე ბატონ ელიზბარ ბზარაშვილს კიდე მოვიწევ გადაცემაში. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.